მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანისკენ არის, როგორ იქნება ამერიკის ინტერვენცია, დღეს შესაძლოა იყოს ყველაზე გადამწყვეტი ღამეც კი, რადგან ხვალ სიკვდილის დასჯის პირველი ეტაპია დაანონსებული. ათასობით დემონსტრანტი ხამენეის რეჟიმმა უკვე მოკლა, ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ გაპროტესტება, აიღეთ თქვენი ინსტიტუციები, დაიმახსოვრეთ მკვლელების და მოძალადეების სახელები, ისინი დიდ საზღაურს გადაიხდიან ირანელებთან. ყველა შეხვედრას ვაუქმებ იქამდე, სანამ დემონსტრანტების უმოწყალო მკვლელობები არ შეწყდება დახმარება გზაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება, რომელიც გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან ტარიფებს დაუწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებს. საუბარია იმის შესახებ, რომ ქვეყნები, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ, ამერიკულ ბაზარზე მოსახვედრად თავიანთი პროდუქციისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდიან. უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. შიშის არნახული ტერორის მიუხედავად დემონსტრანტები გამბედაობის საოცარ მაგალითს აჩვენებენ. მივა თუ არა ამჯერად მასობრივი დემონსტრაციები რევოლუციამდე. გთავაზობთ ირანელი უფლებადამცველის აქტივისტის ინტერვიუს სულ მალე კი სტუდიაში დავით ბრაგვაძესთან. უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტთან ერთად დავბრუნდებით. The protests in Iran are not simply an internal uprising. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესის გამოხატულება არ არის. ის გლობალურ სიგნალს წარმოადგენს, რომ შიშის მექანიზმა ფუნქციონირება დაკარგა. როდესაც საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა მასობრივი თვალთვალის, წამებისა და სიკვდილით დასჯების პირობებში, მაინც გამოდის ქუჩაში. ეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებს. დიქტატორული რეჟიმები სტაბილური არ არის, ისინი მყიფეა. საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელებისთვის ეს მოძრაობა ეროვნული იდენტობის ხელახალ გააზრებას ნიშნავს. იგი მიუთითებს, რომ ისინი არ არიან დანგრეული სახელმწიფოდან გაძევებულები, არამედ პოლიტიკური განახლების პროცესში მყოფი ერის ნაწილი. ვენესუელაში, ბელორუსში, მიანმარსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები საზოგადოებებისთვის ირანი იქცა მაგალითად, რომ ყველაზე გამყარებული იდეოლოგიური რეჟიმიც კი შეიძლება ფსიქოლოგიურად დამარცხდეს მანამ, სანამ პოლიტიკურად დაიშლება. შიში არის რეჟიმის მთავარი საყრდენი და ირანში ამ საყრდენს ბზარი გაუჩნდა. არსებობს სამი მნიშვნელოვანი გარემოება. პირველი, მიმდინარე პროტესტები რეფორმაზე არ არის ორიენტირებული. მათი მიზანი რეჟიმის შეცვლაა. ეს არ არის 2009 წლის მოვლენების განმეორება და არც მხოლოდ ეკონომიკური უკმაყოფილება. საზოგადოებამ ისლამურ რესპუბლიკას მორალური ლეგიტიმაცია ჩამოართვა. მეორე, მოძრაობის ლიდერების არარსებობა სისუსტედ არ განიხილება. პირიქით, დეცენტრალიზებული წინააღმდეგობა განზრახ არჩეული სტრუქტურაა, რომელიც მასობრივ რეპრესიებს უძლებს და თანამედროვე საპროტესტო მოძრაობებისთვის ეფექტიან მოდელად მიიჩნევა. ასე იმარჯვებენ თანამედროვე რევოლუციები. მესამე, ირანის საკითხი შიდა პოლიტიკის ფარგლებს ცდება. რეჟიმი აფინანსებს კონფლიქტებსა და დესტაბილიზაციას ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონში, ლიბანიდან იემენამდე. ამ კონტექსტში ირანში მიმდინარე პროტესტები აღიქმება როგორც დარტყმა რეგიონული არასტაბილურობის ფინანსურ საფუძვლებზე. ირანელი ხალხის მხარდაჭერა, ქველმოქმედება კი არა, სტრატეგიული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. ეს არის მონაწილეობა ბოლო საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს დეკოლონიზაციის პროცესში. ტრამპის რიტორიკამ ხელახლა შემოიტანა ის, რისიც რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია. არაპროგნოზირებადობა. ისლამურ რეჟიმს, ყოფილ რესპუბლიკას, დიპლომატიის არ ეშინია, მას ეშინია გაურკვევლობის, რომელიც ხალხის აჯანყებას ერწყმის. მომდევნო კვირებში სამი რამ არის მოსალოდნელი. ირანში რეპრესიების გაძლიერება, რადგან რეჟიმი ყოველთვის ამკაცრებს კონტროლს დაშლის წინ. საერთაშორისო სიგნალების გამრავლება, რადგან თეირანს სჭირდება გამოცადოს, შეიკრთება თუ არა მსოფლიო. ქუჩის წინააღმდეგობის ესკალაცია, რადგან როდესაც საზოგადოება ფსიქოლოგიურ კანდაუხევლობის ზღვარს გადაკვეთს, შიშის ხელახლა დამკვიდრება შეუძლებელია. ჩვენ ვართ წინაგარღვევის ფაზაში. ეს მომენტები დრამატულად არ გამოიყურება მანამ, სანამ უეცრად არ გახდება ასეთი. რეზა ფეხლევი რეჟიმისთვის უკიდურესად საშიშრამეს წარმოადგენს, უწყვეტობას თეოკრატიის გარეშე. ის ფიქციური ლიდერი არ არის, ის სიმბოლური გამაერთიანებელია. იგი აკავშირებს ირანის რევოლუციამდელ ეროვნულ იდენტობას პოსტრეჟიმულ დემოკრატიულ მომავალთან. ირანში არსებული მოძრაობა მხსნელს არ ითხოვს, თუმცა ის ეძებს საყრდენებს, ფიგურებს, რომლებიც შეძლებენ მსოფლიოსთან საუბარს ლეგიტიმურობით, სიმშვიდითა და ისტორიული მეხსიერებით. ფეხლევი ამ როლს ასრულებს, რადგან ის თავაზობს იმას, რასაც რეჟიმი ვერაზროს შესთავაზებს. ირანის ხედვას, რომელიც ნორმალური, სუვერენული და თავისუფალია. და სწორედ ამიტომ უტევს თეირანი მას აგრესიულად, არა იმიტომ, რომ ის უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ, რომ სტრატეგიულად საშიშია.